გზა როგორ გაიარეს ცერცვაძემ და ქოჩქიანმა დაამარცხა გიორგი ადამია, შემდეგ ვაჩი აბრამიშვილი და შემდეგ იუზა ცერცვაძე საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში და ბერაძემ დაამარცხა ნიკა მაისურაძე, შემდეგ დემურ ბაღდავაძე და შემდეგ ნიკა ჩაჩხუნაშვილი. პინჯაოსმედლები აქ როგორც გითხარით მოიპოვეს იუზა ცერცვაძემ და ნიკა ჩაჩხუნაშვილმა. ბოლო დღევანდელი ორთაბრძოლა ძალიან დინამიურად დაიწყო შეტევაც, ეგრევე ეკვეთნენ ერთმანეთს და ნახოთ ადო ეს შემართება რამდენიმე გაყვებათ. ვისურვოთ რომ ბოლომდე ასეთივე ტემპში გაგრძელდა შეხვედრა. ჯერჯერობით რასაც ხედავთ ბერაძე ცოტა უფრო აქტიური არის, ყოველ შემთხვევაში ინიციატივას გარკვეულწილად ფლობს. ფეხში შევიდა, აიყვანა, მაგრამ აბა თუ შეძლებს გადაყვანას, გარეთ გაყვანა ვერ შეძლო. ისევ აგრძელებს შეტევას და კი ბატონო ორი ქულა. თუმცა ხო მიიღო ორი ქულა. და მაგ შეიძლება ახლა თავისი შანსი ქოჩქიანმაც გამოიყენოს. ჯერჯერობით თავს კარგად იცავს ბერაძე. ალბათ საჯი უკვე წამოაყენებს. ჯერას დინამიური ეპიზოდია. აჰა, გადაიყვანა ისე. თავდაცვით პოზიციაში გადავიდა, ეხა ქოჩქიანი. ბერაძემ ისევ გადაიყვანა და კიდევ ორი ქულა მოიპოვა. თუმცა გრძელდება ჩოგჯენში მისი შეტევა კლავაც, ფეხები და ჯვარედინება, ერთი დატრიალება, კიდე დაატრიალებს. არა, მეორე ორი ქულა არა უღია, 2-0 ეხა ტაბლოზე მინიმუმ 4-0 უნდა იყოს. 4-0 უწერია უკვე და როგორც ჩანს ის წინა არ მისცეს. ხო, წინაზე ისედაც ამ პოზიციაში ყავდა 4-0 დაწინაურდა ზაურ ბერაძე ხარაგაული. თუმცა ძალიან კარგ პოზიციაში იყო და მე მეგონა რომ კიდე გააგრძელებდა ამ დატრიალებას. არსებითად ბერაძეც თბილისში ვარჯიშობს, ესეც საიქიტიაშვილი უზის მინდორაშვილის დარბაზიდან იქნება ესეც. დგომში გრძელდება ზონის ცენტრში შეხვედრა, საკმაოდ დინამიური შეხვედრა არის. არ გაჩერებულან იმ ჩოგჯენის შემდეგ. ბერაძეც ცდილობდა იქ ხელის დაჭერას, შემდეგ ხელის დაჭერას. შევიდა ფეხში შესვლა სადა ქოჩქიანმა, თითქოს ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ ბერაძემ თავი დაიცვა და ეხლაც აგრძელებს ასეთივე თავდაცვას. თუმცა აქედან ძნელია შემოვლა, ალბათ თუ შედეგად დასრულდება ეს ეპიზოდი და ეს პირველი ნახევარიც მიიწვევა 25 წამი დავრჩა. შემოვლაზე მე მგონი აღარც ვფიქრობდა უკვე ბერაძე გააჩერა უბრალოდ მეტოქ. იმედით რომ მალე საჯიც შეაჩერებდა შეხვედრას. ასეც მოხდა და გრძელდება ისევ დგომიდან, აი ქოჩქიანი კვლავაც ფეხში შესვლას მიეტანა, მაგრამ ბერაძემ ამჯერადაც კარგად დაიცვა თავი, ეხლა კიდე უფრო უკეთესად დაიცვა თავი, საერთოდ ახლოსაც არ მიუშვა. მორიგი ფეხში შესვლის მცდელობა ქოჩქიანისა და ისევ შეძლო მისი ბლოკირება ბერაძემ და დაიწყო შესვენება. ხოწუთიანი შესვენება, მოდი ხვალინდელ წონებს გავეცნოთ. 79 კილოში პირველ ნომრად გიორგი ელბაქიძე იქნება გამთესილი, მეორე ნომრად საბა კობახიძე. აქვე იქნება გოგა უთინაშვილი. 74 კილოში დაობს შარშანდელი ჩემპიონი, 79-ში გიორგი გოგრიჭიანი არის პირველი ნომერი, ისიც საკმაოდ გამოსწულია, ყოფილა საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ყოჩედრენი ყოფილა ასევე გიორგი სულავა. აქვე იქნება ლუკა ჩხიტუნიძე, ბეზნურ რომაულში რამაზ ზოიძე ჭიდაობს 77-ში. აქვე იქნება უთარ აბულაძე, თემურ ორჯონიკიძე.
97-ში აჩიგო ბოლქვაძის და ლაშა გობაძის დაპირისპირება იქნება, ეს თუ გავიდნენ ფინალში, აქვე იქნება გორაივაზიანი მსოფლიო ჩემპიონი ხეცურიანი აივენ გორიგაძე, ხეცურიანი არ ჭიდაობს. და 97 კილო აქ იქნება პირველი ნომერი გიორგი მელია და მეორე ნომერი არის რობერტ კობლიაშვილი, აქვე იქნებიან ლუკა გაბისონია, გიორგი კაცანაშვილი და ახაც საინტერესო ჭიდაობა გიორგი ცოლფურაშვილი. საინტერესო ბრძოლები გველის, ახლა კი მივყვეთ აი ამ ფინალს. გრძელდება უკვე მეორე პერიოდი. ანგარიში კვლავაც პირველი პერიოდისა გახლავთ 4-0. აქ ჩასვლასა და ისე ფეხში კოჩქიანმა, თუმცა ამჯერადაც კარგად დაუბლოკა ეს მოძრაობა ბერაძემ, რომელიც ხა ზემოდან არის და უბრალოდ დროის გასვლას დრო გაყავდა. იგივე სცენარი, ისე ფეხში შესვლას სიდიდით. დაიძალა, ეხლა შემოუარა და ჩასაყვანი ყავს უბრალოდ ბერაძეს და გაზდის უპირატესობას 6 ქულით. კი ბატონო, 2 ქულაც მიიღო. აქედან არ მგონია ხა დატრიალების ილაჯი კონდეს შეჩენილი, ბევრი ენერგია დაიხარჯა და არც უცდია ბერაძეს ისედაც აქვს დიდი უპირატესობა. ამ დარჩენილ დროში ალბათ დაცვაში იქნება ძირითადად და კონშედერებზე იმუშავებს. ყლავფეხში შევიდა კოჩქიანი და ამჯერად აიყვანა, თუმცა აქ ამჯერად იმარჯვა კოჩქიანმა და 6-2 ჯერ არის დროს. თითქოს კონჩეტევაზე უპირებდა გადაყვანას ბერაძე, მაგრამ კოჩქიანმა აღარ დაანება და თვითონ ჩაიყვანა. ახლა დატრიალება ცოტა დიახ, ვერ შეძლო დატრიალება და საჭმოდ შეაჩერა შეხვედრა. ხო, აქ ლიდერის არ ყოფნა საკმაოდ საინტერესო ბრძოლები გაიმართა. ორივე ნახევარფინალი საკმაოდ დინამიური იყო, ეს ჩვენ ეთერში არ მოხვედრილა, YouTube-ზე იყო წერცვაზე კოჩქიანი და ბერაძე ჩაჩხუნაშვილი. და ფინალით საინტერესო გამოვიდა, ჯერ ვერ ვიტყვი, ყველაფერი წინაა, მაგრამ ბევრი რამე შეიძლება იყოს წინ ჯერ გარკვეული არ არის ჩემპიონის ვინაობა. ბოლო წუთი მიმდინარეობს 46 წამი. ხო, ტრადიციული სურათია ფეხებში შესვლას ცდილობს კოჩქიანი და მე შემდეგ ზემოდან დროულად რეაგირებს ამაზე ზაურ ბერაძე. 45 წამი კოჩქიანმა ალბათ რაღაც ახალი უნდა სადოს, თორემ ერთხელ მოუტანა გამოფარო წარმატება. აი შეიძლება ეხლაც წარმატება მოუტანოს. თუმცა ჯერ ბერაძემაც კარგად დაუჭირა. იგივე პოზაში ჩავდექით მაინც. აქ ხალიშიდან გაყვანა არუშველის ახლა არ ეყოფა კი ბატონო, ერთი ქულა აიღო კოჩქიანმა. გაიყვანა კოჩქიანმა, მაგრამ არ ეყოფა კი ბატონო. 28 წამი და -3. ისევ იგივე მცდელობები 16 წამი. თუმცა კარგად უჭირავს მისი ხელი, ზევიდან ჩავლება აქვს. და ეხლა წელში შესვლას აპირებდა ბერაძე, მაგრამ აღარ დამთავრდა აქვს შემოვა დამთავრდა ფაქტიურად შეხვედრა და აი ბოლო მცდელობა, აი ზულ კერდიდან გადაგდება ცდილობდა კოჩქიანი, მაგრამ ვერ მოახერხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ხარაგაულელი ზაურ ბერაძე მეორე ადგილზე გავიდა. თეიმურას კოჩქიანი თბილისი ეს ხარაგაულისთვისაც პირველი მედალია, პირველი ოქრო და თბილისისთვისაც მეორე მედალია, ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯა აქვს. მესამე ადგილზე გავიდნენ ნიკა ჩაჩხუნაშვილი, ამროლაური და იუზა ცერცვაძე ბაღდათი.